უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა გრძელდება საქართველოს დატოვება ამჯერად 26 უცხოელს მოუხდა ისე რომ ჩვენ საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ. Გამკაცრებული კანონის სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს კანონდარღვევა უფრო მარტივად გამოავლინოს და აღსრულებას უზრუნველყოს. დიდო ყირიმლიშვილი გვიამბობს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს 26 უცხოელი დატოვებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციაში მყოფი 10 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები გამოავლინა, მათ შორის ინდოეთის, ყირგიზეთის, ირანის, რუსეთის, პაკისტანის, თურქეთის, ტაჯიკეთისა და ერაყის. მათ კანონის შესაბამისად ქვეყნის დატოვება მოუწევთ. სოფლიო გამოწვევების ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო მიგრაციაში მყოფი არალეგალების გამოვლენას განაგრძობს. უწყებაში განმარტავენ, რომ რიგ შემთხვევაში უცხოელები კანონის გვერდისავლით ქვეყანაში შესაბამისი დოკუმენტების გარეშე აგრძელებდნენ ცხოვრებას. თუმცა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებით უკანონო მიგრანტების აღმოჩენა გამარტივდა. Ნიშნულოვანად გამკაცრდა მიგრაციული პოლიტიკა პირველ რიგში იმ პირებთან მიმართებაში, ვინც ხელოვნურად და სხვადასხვა საკანონმდებლო ასე ვთქვათ ხერხების მეშვეობით ახერხებდნენ ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დარჩენას, მათთვის ეს ბარიერები დაწესდა და დაწესდა ბარიერები, რომელიც არ მიცემთ მათ საშუალებას, რომ ქვეყანაში იმ საკანონმდებლო ხვრელების გამოყენებით დარჩნენ. კანონის დახვეწით გამარტივდა არა მარტო უკანონო მიგრანტთა გამოვლენა, არამედ მათი ქვეყნიდან გაძევება, გაძლიერდა აღსრულების მექანიზმი და შესაბამისი უწყებების უფლებამოსილება. მარტივდება ქვეყნიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების პროცედურა, რაც საუკეთესო როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ პრაქტიკას წარმოადგენს, ვაძლიერეთ იმ დანაყოფების ინსტიტუციური შესაძლებლობებს და ადამიანურ რესურსებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პირის მიმართ განვახორციელოთ აღნიშნული ღონისძიებები, გადავამოწმოთ და არ კონდეს განცდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომ საქართველო არის იმ არალეგალების თავშესაფარი. მმართველი გუნდი სანქციების გამკაცრებას ქვეყანაში არალეგალების მზარდი ნაკადით ხსნის. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ კანონის გამკაცრება არა მარტო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ბერკეტი, არამედ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებაა. გვაქვს გამოწვევები იმ მხრივ, რომ უკანონო მიგრაცია არ იყოს, იცით რომ მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე არიან აღურიცხავი, უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც ვადაოდ გადაცილებული საქართველოში ყოფნისა, ამიტომ პარლამენტმაც ამიტომ მიიღო კანონმდებლობა, რომ უფრო გააძლდეს დეპორტაცია. ეს ზოგადი გამოწვევა არის მთლიანად მსოფლიოსთვის, ევროკავშირისთვის, მათ შორის ეს ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც აღებული გვაქვს ევროკავშირის წინაშე, რომ არ დაუშვათ ჩვენ ქვეყანაში მზარდი ან ჭარბი მიგრაციული ნაკადები. წინა წელთან შედარებით 2025 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხოელების გამოვლენა 270%-ით გაიზარდა. მიგრაციის დეპარტამენტმა იანვრიდან დღემდე 600-მდე არალეგალი გააძევა.